სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად და ეს იყო თორნიკე ჯგერნაიას ახალი პერფორმანსი. თორნიკე, გილოცავ. პირდაპირ კითხვით გადმოვდივარ, რატომ იყო კესარია შენი შთაგონების წყარო? აი სწორედ ამიტომ რომ პირველი შეკითხვა ჩნდება ეს, რომ რატომ უნდა ყოფილიყო კესარია. პირველ რიგში მეგობრობ კესარიასთან პირველ რიგში. შემდეგ იყო უკვე ეს კოლექცია, როდესაც შევქმენი. მე არ მოვატყუებ მაყურებელს, კესო არ ყოფილა მიზეზი ამ კოლექცია შექმნა 2 წლის უკან. ანუ ძალიან დიდი დრო გავიდა და ძალიან ბევრს ვფიქრობდი, ვისთან ერთად შეიძლებოდა მე გამეკეთებია ეს პერფორმანსი. თითოეული ჩემი ნამუშევარი არის ჩემი პირადი. ანუ ის რაც მე მაწუხებს, ის რაც მე მტკივა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კოლექცია თავიდანვე იდეაში იყო წინააღმდეგობრივი, ერთგვარი, ჩემგან. მე ეს კარგად მესმო და კარგად ვაცნობიერებდი, ალბათ ამიტომ დაჭირდა ამდენი დრო ამ კოლექციის დღეშუქზე რა ტკივილი იყო ეს? ტკივილი იცი რა იყო? მოდი მაშინ პირდაპირ გეტყვი, იმიტომ რომ 5 წელი უკვე მე ამ სფეროში ვარ. ანუ ვაკეთებ სამკაულებს და ვაკეთებ ძალიან მაგარ სამკაულებს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი კრიტიკოსები აფსებენ ესე. ვიყავი საზღვარგარეთ არაერთ გამოფენაზე და ზუსტად ვიცი რომ არც ერთ ჩემს პერფორმანსზე და არც ერთ ჩემს ნაკეთობაზე არ ილაპარაკებენ ამდენს, რამდენსაც ილაპარაკებენ ამ კოლექციაზე. ეს იყო პირველ რიგში ჩემი პროტესტი ხალხის მიმართ. რომ იცით რა, მე არ ვქმნ მხოლოდ ამას, მე კიდე ბევრ ამას ვაკეთებ, მაგრამ ამის მიმართ თქვენი ინტერესი არ არის ესეთი და ანუ მე დღეს მოგეცით ის რაც თქვენ გაინტერესებს, მაგრამ მე მივეცი რა თქმა უნდა ისევ და ისევ სარკე დავუდგი წინ. კოლექცია არის 18+. ეს არის ქალის და მამაკაცის ურთიერთობები. და ვთვლი რომ ზოგადად ამ კოლექციით გმირებს კოლექციაში თვითონ არ აქვს სახეები. იმიტომ რომ ეს ყველა ჩვენგანია. მე ვთვლი რომ ყველა ადამიანი კავდება სექსით. სექსი აუცილებელი არ არის პირდაპირ გაგებ. ზოგი ფიქრობს ამ ყველაფერზე, ვთქვათ, შეიძლება ქალწულია, მაგრამ ფიქრობს ამ ყველაფერზე. თორნიკე, შენ თქვი რომ აპირებდი და გადაწყვიტე რომ კესარია მოგეწვია ამ პერფორმანსში და რატომ კესარია? ჩემთვის კესარია არის ულამაზესი ქალი. ესეც პროტესტის, ანუ საკმაოდ პროტესტით გაჟღანთილი კოლექციაა. ამიტომ მე ვთვლი და მე მინდა რომ ხო ჩემი პოზიცია იყოს მყარი და მაყურებელს ვაჩვენო რომ ჩემთვის არის კესარია ლამაზი ქალი და ჩემთვის არის კესარია სასურველი ქალი. მაყურებელს თუ აინტერესებს რომ მქონდა თუ არა მე ინტიმური ურთიერთობა კესარიასთან, მაშინ პირდაპირ ვიტყვი რომ ჩემი ინტიმური ურთიერთობა არის ჩემი კოლექციები, რადგანაც მე ეს კოლექცია ძალიან მხატვრულად ამბობ ამას ყველაფერს. ნუ ამ შემთხვევაში მე გეკითხები, გქონდა კესარიასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ როცა ორი ხელოვანი ერთმანეთთან კავშირს პოულობენ, იქ რაღაცაც ხდება ხოლმე. ჩემთვის ეს არის სექსი და უფრო მეტი რაც ამ სტუდიაში მოხდა. პირადად ჩემთვის. დანარჩენი მაყურებელს აინტერესებს თუ არა მე მქონდა ხორციელი ბნებები კესოსთან საწყილში. არ მქონი, იმიტომ რომ ეს ამჭირდება, იმიტომ რომ ეს ის არის მქონდა ჩემი სამკაულის მეშვეობით, ჩემი პერფორმანსის მეშვეობით. ალბათ რო არ შემეძლოს მე ეს ყველა, მე რო პერფორმერი არ ვიყო, შეიძლება მე ფიქრა და მქონოდა. ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ვინაიდან მე მოქვს ჩემი გზა, ჩემ გინახავს და მაყურებელს ვნახავ ჩემ სხვადასხვა პერფორმანსები, ხო? მე არ ვარ ავად ლეიკემით, მაგრამ მე მხარში ვუდგევარ ამით დაავადებულ ადამიანებს, ამ ავადმყოფ დასნეულ ადამიანებს, იმიტომ რომ ჩემი მოვალეობა როგორც ხელოვნის ეს არის. კამასუტრა. შენ რაღაცა გტკივა, სექსი და ასე შემდეგ. რატომ აი ეს სფერო? მე მემართება პროტესტი იმ პრობლემებზე, რაც ჩვენთან დგას. რა პრობლემები დგას? სექსის პრობლემა ჩვენთან დღეს დგას. ის რომ ქალიშვილობა იყიდება რამოდენიმე ასეულარად, მე ვთვლი რომ ეს არის სექსის პრობლემა. ეს უსექსობის პრობლემა. შემცირდა ოპერაციები. შემცირდა ძალიან კარგი, მაშინ იმედია ამის შემდეგ კიდევ უფრო შემცირდება. აგიყვანა სხვა ლამაზი ქალი. კესარია არის ცნობილი. შენც რაღაცა გათვლა ჰქონდა? არა, მე გათვლა არ მქონდა. კესარიასთან პრობლემები აქვს ხოლმე იგივე ამ სტუდიაში თუნდაც. ხალის და მამაკაცის იდეალური ურთიერთობაა კამასუტრა და ამაზე ახლა ნუ ვიდავებთ, საუკუნეებმა გამოცა და ეს ზღაპარი მეჩუქებია კესარიასთვის სწორედ იმის გამო, რომ კესარია არის ლამაზი ქალი. როგორ გრძნობ თავს? გადასარევად იმდენად ჯერ ულამაზესია სტუდია თვითონ და ეს ყველაფერი იმდენად როლში შევედი, ესე ვთქვათ.
რომ აი აღფრთოვანებული ვარ და ძალიან ამაღლებულ განწყობაზე და როცა ესეთი ულამაზესი სამკაულები მამშვენებს და ესეთი ულამაზი გვირგვინი და თავს ნამდვილად უფლად ვგრძნობ. თან ეს ისეთი თემაა, რაც ჩემთვისაც ესეთი საინტერესო და ყოველთვის განხილვის თემაა. სექსი ყველა ჩვენთაგანისთვის ძალიან საინტერესო თემაა და როცა მითხრა რომ ეს ეხებოდა ეროტიულ სამკაულებს, მით უმეტეს გამიჩნდა მის ინტერესი, რომ მეჩვენებინა ეს შენ ეროტიულ ფილმებში გადაღებული ხარ? ხო, და ნუ ეს თემა რაღაცა ჩემთვის ისეთი იყო. საინტერესო ესე ვთქვათ. ყველა საინტერესო იცი რა არის, რომ ეს ჩვენთან ხო ტერმინი შემოვიდა, რომ აკეთონ ოღონდ სახლში. და როცა ამ კოლექციას ვაკეთებ, რა თქმა უნდა, მე ვეცნობოდი სხვადასხვა ისტორიას, ხო აღმოჩნდა რომ ეს ყოველთვის იყო, ამას ყოველთვის ხატავდნენ, იმიტომ რომ არ იყო მაშინ ვიდეო და ფოტო გადაღება. ანუ ეს ყოველთვის იყო აქტუალური თემა და ეს არ იყო ტაბუ და ეს შეიძლება არ გააკეთოს სახლში იგივე ხა რაც მე და კესო გავაკეთეთ, მაგრამ არ იყოს გამაღიზიანებელი, არ იყოს პორნოგრაფია. მე ვთვლი პირადად ჩემი აზრია, რა თქმა უნდა, რომ კოლექცია არის ძალიან ესთეტიური. შენ რა დამოკიდებულება გაქვს თორნიკესთან? აი ადამიანი გიძღვნის თავის შემოქმედებას, შენ ხარ მთავარ როლში, თან გქონდათ ისეთი ახლო სცენები, შენში გამოიწვია რამე ნება გრძნობა? შენ მე მგონი გაინტერესებს უფრო. არა, თქვენ ისეთი სცენები გქონდათ აქ, რომ ნუ აი მაინც აი წეგან აღნიშნეთ რომ არ აინტერესებს თქო, მაინც აი გაინტერესებს ის თემა, ინტიმური თემა გაინტერესებს. არა, მაინტერესებს აუცილებლად, იმიტომ რომ არა, მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ არა, კესოსგან მაინტერესებს. არ ვიცი მე რა იცი რატო? მე გეტყვი რატო გამიჩნდა. მე ვუყურებდი როცა ის ბრასლეტს გიკეთებდა ხელზე და შენ როგორ თრთოდი. ესე თქვა. ეს რა იყო? თამაში იყო თუ მართლა მოქმედებდა ეს ყველა? ნუ არ ვიცი, ალბათ მე ვფიქრობ, რომ თორნიკეს თითოეულ სამკაულს აქვს რაღაცა ისეთი ენერგეტიკა, რომელიც ანუ გაბედნიერებს. ნუ მაინც სამკაულს ის რაც შეიძლება იჭვი გაჩნდეს. რატო გია პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის ჩემი ემოცია. სამკაული ერთი წუთი დავივიწყოთ, კესო არის ჩემსი, მე ვთრთი, კესო თრთის, ხო? ესე იგი ეს არის ჩვენი ემოცია. სამკაული ჩვენ პერფორმანსზე ვლაპარაკობთ, ცალკე აღებული და ეგ შეკითხვა მე პირადად ძალიან მოწონს, რომ ძალიან მინდა საქართველოში დადგეს როგორი თხე, იცი რომ წერალი როცა წერს მკვლელზე წიგნს, არ ნიშნავს იმას, რომ წერალი მკვლელია. კესო, როგორ მიიღებს მაყურებელი? ნუ არ ვიცი, ალბათ რაღაც ფენა მიიღებს ძალიან კარგად, რაღაც ფენა მიიღებს, ანუ ვერ მიიღებს საერთოდ ალბათ და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ თორნიკე ამისთვის მზად არის და მეც ყოველთვის მზად ვარ ამ ყველაფრისთვის. ასრთა სხვადასხვა აუცილებლად იქნება. როგორ მიიღებს მაყურებელი? რა იქნება ჩემი შემოქმედება თუ მე ვფიქრებ მხოლოდ მაყურებელს? რა თქმა უნდა იქნებიან ვისაც მოეწონება, ვისაც არ მოეწონება, მაგრამ მე ვარ შემოქმედი, რომელსაც ვერ ხვდები მიზეზს, რატომ უნდა მოწონდე ყველას. ამის მიზეზს მე ვერ ხედავ. სხვაჩვენს მაყურებელს მინდა ხა. ბევრად დიდი პრობლემაა საქართველოში და აი ხა მე ეს ჩემი სიურპრიზის გარეშე არ შემილია. აი მაყურებელს მინდა რომ დაფიქრდეს აი ამაზე. აი რაზე უნდა იფიქროს მაყურებელი. ეს ძალიან ლამაზია. ეს ხელოვნება. კიდე უბიწოებას. საქართველოში ყოველი მორიგი გოგონა, რომელიც აკითხავს კლინიკას, რომ აღუდგინონ უბიწოება, ის ყიდის თავის უბიწოებას. აუცილებელი ხო არ არის. ანუ ერთგვარი მეძაური დამოკიდებულება ქმართან, რომ აი შენ რატო გაწუხებს? ეს მე ვცხოვრობ ამ ქვეყანაში, მე ხო, მაგრამ იმას უნდა გაყიდეს, უნდა იყიდეს. მე მინდა დავხატავ, მინდა არ დავხატავ. კი, შევთანხმდეთ ამაზე, გაყიდონ, იყიდონ, მაგრამ მოდი მაშინ მე თუ მექნება ეროტიული თემა, მოდი ამას მე გავაკეთებ. მე ნუ შემეხებიან ისინი არ შევეხები მათ, მაგრამ თემა მტკინვეული არის, გულიდან სისხლი მომდის კიდეც, ესე რომ კესარია, ყიდი უბიწოებას. არ ვიცოდი მე სხვა შორის ეხა აღმოვაჩინე, ეს ცოტა ისეთი შეპირებული. შენ ხომ არ აგა გაყიდული უბიწოება? არა, ნამდვილად. არა, კიდე კარგი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო პერფორმანსი იყო. ნუ მე დარწმუნებული ვარ, ზოგს მოეწონება, ზოგს არ მოეწონება, ბევრი ტალაღს გესვრის, მაგრამ ეს არის ჩვენი ცხოვრება. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს იყო სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად. გემშვიდობებით და ყოველ ხუთშაბათს 22 საათზე გვიყურეთ ჩვენ იმედის არხზე.